3 ივნის სტუდენტურმა მოძრაობამ ჩვენსავე უნივერსიტეტში აქცია დავაანონსეთ დაკავებული სტუდენტების სოლიდარობისთვის. ერთ-ერთი დაკავებული სტუდენტი, რომელიც 12 დღიან პატიმრობას იხდიდა დიღმის იზოლატორში, ჩვენი სტუდენტი თათია აფრიამოშვილია. უნივერსიტეტთან შევიკრიბეთ სტუდენტური მოძრაობის წევრები, სხვა სტუდენტური მოძრაობის წევრები და ასევე ჩვენთან ერთად იმყოფებოდა თათიას დედა. უნივერსიტეტის მე-7 სართულიდან რამოდენიმე სტუდენტს უნდა გადმოეფინა ბანერი, რა დროსაც დაცვის წევრები ამ სტუდენტებს მიეპარნენ და ბანერი ხელიდან გამოგლიჯეს. მაშინ, როდესაც უკვე გადმოფენის პროცესი იყო, რა დროსაც ერთ-ერთ ჩვენ სტუდენტს ხელი დაუზიანდა, მაგრამ დაცვის თანამშრომლებმა ეს არ იკმარეს, ბანერი გოგონებს გამოგლიჯეს ხელიდან, კიბეებთან გაიტანეს და კიბეებს მიაბეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ბანერი უნივერსიტეტის ტერიტორიიდან არ გადმოგვეფინა. სტუდენტები ქვემოთ ვიყავით შეკრებილები, სადაც უშუალოდ უნდა გვესაუბრა დაკავებულ სტუდენტებზე იმაზე თუ რის გამო მოხდა მათი დაკავება, რომ სოლიდარობას უცხადებთ, რა დროსაც ყვირილი გავიგეთ, განწირული კივილი იყო ბავშვების, რა დროსაც ვერ მივხვდით რა ხდებოდა დაცვის თანამშრომელთან რომ დავაზუსტეთ, გითხრა რომ მის თანამშრომლები იქ არ იყვნენ და არ იცოდა რა ხდებოდა. რამოდენიმე სტუდენტი ავედით ჩვენი უნივერსიტეტის მე-7 სართულზე, სადაც საშინელი კადრი დაგხვდა კადრი, სადაც ჩანდა როგორ ძალადობდა სეუს დაცვის თანამშრომელი ჩვენს სტუდენტებზე. მე ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც დაცვის თანამშრომლებს ბანერი გამოგლიჯა ხელიდან და კიდევ ერთხელ სცადა რომ ფანჯრიდან გადმოეფინა. მაგრამ ამ დროს ის თანამშრომლები რეალურად, რომლებიც არ იყვნენ იმ სიტუაციაში და იმ მომენტში ადგილზე, ის ადამიანებიც ამოვიდნენ და ძალის გამოყენებით ცდილობდნენ რომ ჩვენთვის ბანერი წაერთმიათ. იყო ძალადობის არაერთი ფაქტი, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური. ჩვენთან ერთად ასევე იმყოფებოდა ჩვენი რექტორის გია კავთელიშვილის მარჯვენა ხელი ფილიპე, რომელიც ჩვენზე ძალადობას უბრალოდ უყურებდა და არაფერს აკეთებდა, არაფერი უთქვამს, არაფერი მოქმედება არ გაუტარებია იმისთვის, რომ ეს ძალადობა ჩვენს მიმართ შეწყვეტილიყო. დაცვის თანამშრომლებს ფაქტიურად ფანჯარასთან ყავდით მიმწყდეულები, სადაც არც ჩვენ ვუშვებდით ბანერს ხელს, არც ისინი, უბრალოდ ისინი ცდილობდნენ, რომ ჩვენ გამოვეყვანეთ იმ ადგილიდან, ბანერი გამოეწიათ, ფანჯარა დაეხურათ, მაშინ როდესაც რეალურად ჩვენი ბანერი ჯერ კიდევ გარეთ იყო, გადმოფენის მცდელობა ჰქონდა სწორედ ჯერ კიდევ და ამ ჯაჯგურის მომენტში ერთ-ერთმა ჩვენმა სტუდენტმა რეალურად ტვინის შერყევაც კი მიიღო. იქიდან გამომდინარე, რომ რამოდენიმეჯერ კედელზე ძალიან ცუდად მიახეთქეს დაცვის თანამშრომლებმა. ეს სტუდენტი დღესაც უშუალოდ სახლში არის, ვერ ახერხებს გარეთ გამოსვლას. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მძიმედ არის. ამის შემდგომ ბანერი წაგვართვეს დიდხნიანი ბრძოლის შემდეგ ბანერი მაინც წაგვართვეს, ფანჯარა დახურეს და რამოდენიმე ადამიანს ჰქონდა ძალიან მძიმე სიტუაცია, ჰქონდა პანიკური შეტევები, ჰქონდა არაადეკვატური რეაქცია იმაზე, რომ რეალურად დაცვა არ გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ ბანერი გადმოგვეფინა უბრალოდ უნივერსიტეტის ტერიტორიიდან, სადაც ეწერა, რომ ვიბრძვით სტუდენტების თავისუფლებისთვის. არც ერთ დაცვის თანამშრომელს არ გაჩენია სურვილი ჩვენი დახმარების, მაშინ როდესაც ცუდად ვიყავით და რეალურად ძირს ვისხედით და ფეხზე კი ვერ ვდგებოდით იმისთვის, რომ ჩამოსულიყავით უბრალოდ ქვემოთ და ჩვენი მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის, იქ შეკრებილი ადამიანებისთვის გვეთქვა, რომ კარგად ვიყავით, ამასაც კი ვერ ვახერხებდით და დაცვის სამსახურს არანაირი მოქმედება არც ამ დროს არ გაუტარებია. ერთადერთი რაც გააკეთეს იყო ის, რომ სამხრე კამერები გამართეს. ზუსტად ამ დროს იყო, როდესაც ერთ-ერთი ჩვენი ლექტორი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი თინა ზაქარაიშვილი ამოვიდა მე-7 სართულზე და გვისაყვეტურა, რომ ისმოდა უნივერსიტეტში ხმაური, რის გამოც ვერ ატარებდა ლექციებს და საერთოდ არანაირად არ აინტერესებდა ის გარემოება, თუ რა ხდებოდა და რის გამო იყო ხმაური. იმას უთხარით, რომ მისი სტუდენტი თათია იყო დაკავებული, რაზეც მან გითხრა, რომ სულ რამოდენიმეჯერ ყავს თათია ნანახი და ის არ ითვლება მის სტუდენტად. არანაირი არგუმენტის მოსმენა არ უნდოდა მას ჩვენგან, უბრალოდ ის
გვიფიქსირებდა იმას, რომ ლექციებს ვერ ატარებდა ხმაურის გამო. შემდეგ უკვე ეს ლექტორი წავიდა, არანაირი არც მას დახმარების სურვილი არ გასჩენია და არანაირი მოქმედება არც მას არ გაუტარებია. ჩვენ დავტოვეთ უნივერსიტეტის ტერიტორია, გამოვედით და უნივერსიტეტთან ვიყავით კიდევ რამდენიმე საათის განმავლობაში შეკრებილები. უნივერსიტეტთან ჩვენ როდესაც მივედით და სულ თავიდან როდესაც აქციას ვიწყებდით, სანამ ჩვენ მივიდოდით, იქ მანამდე პოლიციის ეკიპაჟები დაგხვდნენ, რომლებიც იმატებდნენ ნელ-ნელა. და იმ მომენტშიც, როცა ეს ძალადობის ფაქტი ხორციელდებოდა ჩვენს მიმართ, პოლიციის ეკიპაჟი უბრალოდ ქვემოდან გვიყურებდა და იცინოდა. და როდესაც ჩამოვედით და ვთხოვეთ მათ, რომ რაიმე რეაგირება მოეხდინათ, ან რატომ არ მოახდინეს რეაგირება, მათგან პასუხი იყო, რომ მეშვიდე სართულზე ნამდვილად ვერ ამოყვებოდნენ. არც ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად სასტიკად შეიძლება მოექცე ერთი ადამიანი მეორე ადამიანს, მხოლოდ იმიტომ, რომ მის შეხედულებებს და მის აზრებს არ ეთანხმება. ან უბრალოდ იმიტომ, რომ თვლი, რომ უნივერსიტეტი არის ის ადგილი, სადაც აკადემიური სივრცეა, სადაც არ უნდა შედიოდეს პოლიტიკა და არ უნდა იყოს პოლიტიკაზე საუბარი. ჩვენი რექტორი გია კავთელიშვილი 2 თვის განმავლობაში გვიმტკიცებდა იმას, რომ რექტორს და ზოგადად უნივერსიტეტს არანაირი პოლიტიკური განცხადების გაკეთების საშუალება არ ჰქონდა. რეალურად ეს იყო იმის საბაბი, რომ იმ დღეს პოლიციას არანაირი რეაგირება არ მოეხდინა. მაშინ არ მისმის ზოგადად როგორ შეიძლება უყურებდე, როგორ ძალადობს ადამიანი მეორე ადამიანზე გოგონაზე ბიჭზე არ აქვს ამას მნიშვნელობა, უბრალოდ ძალადობას უყურებდე და არანაირი რეაგირება არ მოახდინო. მაშინ როდესაც ხედავ, რომ ის ადამიანები შენი შვილის ტოლები არიან, რასაც არაერთხელ გვეუბნებიან, რასაც სულ გვეუბნებიან, რომ ჩემი შვილი შენი ტოლია და მე შენი ტოლის შვილები მყავს სახლში. მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი უცნაურია, როგორ შეიძლება სახლში ყავდეს ჩემი ტოლი, შენი ტოლი ადამიანი და უყურებდე მათზე როგორ ძალადობენ ქუჩაში და არაფერი გააკეთო. ასე სტუდენტური მოძრაობა 2 თვის განმავლობაში ვიმყოფებოდით უნივერსიტეტის ტერიტორიაზე და მთელი ამ დროის განმავლობაში დასვრის თანამშრომლებისგან, ადმინისტრაციის თანამშრომლებისგან და რექტორისგანაც გვესმოდა ის, რომ იყვნენ აპოლიტიკურები, არც ერთ პარტიას არ მიეკუთვნებოდნენ. ჩვენი რექტორი ძალიანაც ამაყობს, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში აქვს თავისი უნივერსიტეტი აშენებული, მაგრამ რეალურად გია კავთელიშვილი არის მედროვე ადამიანი, რაც დღეს აბსოლუტურად ქოცობას უდრის. იმიტომ რომ მედროვეობა არის ყველაზე ცუდი რამ, როცა შეგიძლია მხოლოდ იმიტომ, რომ შენი კეთილდღეობისთვის აკეთო რაღაცეები ქვეყანაში, თუნდაც შენი ბიზნესი და იმ უსამართლობაზე და იმ გამეფებულ ქაოსზე დახუჭო თვალი, რასაც რეალურად ხელისუფლებაში მყოფი პარტია აკეთებს. რეალურად ეს უბრალო ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ აპოლიტიკურები არიან და არც ერთ პარტიას არ მიეკუთვნებიან, ეს ადამიანები არიან ის ადამიანები, რომლებიც ხელს უწყობენ უსამართლობას, ხელს უწყობენ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომ გააგრძელონ თავიანთი არალეგიტიმური კანონების მიღება, დრაკონული კანონების მიღება და შემდეგ უკვე მათი აღსრულება. იქიდან გამომდინარე, რომ მაშინ, როდესაც ქართულმა ოცნებამ მიიღო კანონი იმასთან დაკავშირებით, რომ შიდა სივრცეში, დახურულ სივრცეში აკრძალული იყო უშუალოდ აქცია მანიფესტაციის ჩატარება უშუალოდ ამ შენობის ან დახურული სივრცის მფლობელის გარეშე, ეს იყო წინაპირობა იმის, რომ გია კავთელიშვილმა, ჩვენმა რექტორმა დაგვეტოვებინა უნივერსიტეტის ტერიტორია და გაგვიმეტა იმისთვის, რომ ზამთარში მინუს გრადუსებში ჩვენ ბავშვებს, მის სტუდენტებს ღია ცის ქვეშ გაგვეტარებინა მთელი 1 თვე და არანაირი რეაგირება მას არ ჰქონია, არც ერთხელ ის ჩვენთან არ მოსულა და არც ერთხელ არ უკითხავს, როგორ გძნობდით თავს ან რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა ხომ არ ჰქონდა. ერთადერთი მისი მხრიდან რაც იყო ის, რომ უბრალოდ დაგვრცინოდა და გვეძახდა გარეთმწოლიარე აქტივისტებს, რომლებსაც სტუდენტებადაც კი არ მოგვიაზრებდა და მოგვიხსენიებდა. ასეთი ადამიანები არიან, რომლებიც ასევე თვითმმართველობის არჩევნებზე წავლენ და იმ არალეგიტიმურ ხელისუფლებას ან პარტიას, რომელიც რეალურად არ უცხადებს ბოიკოტს თვითმმართველობის არჩევნებს, ხმას მისცემს და კიდევ ერთხელ დაეხმარება არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომ გააყალბონ არჩევნები. ის 2 თვე, რაც სტუდენტურმა მოძრაობამ უნივერსიტეტში გაატარა, იყო ჩვენი ცხოვრების ყველაზე მძიმე დღეები და თვეები იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური ზეწოლა გავიარეთ. როგორც ლექტორებისგან, ასევე სტუდენტების იმ ნაწილისგან, რომლებიც ჩვენ რეალურად არ გვეთანხმებოდნენ სხვა პოლიტიკური
შეხედულებები ჰქონდათ, ან უბრალოდ თვლიდნენ, რომ ახლა ამის დრო არ იყო, ან უბრალოდ ფიქრობდნენ, რომ ქულები უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე უნივერსიტეტში გამოხატული პროტესტი. ზოგადად ჩვენს უნივერსიტეტში არაერთხელ ვახსენე, რომ ჩვენი რექტორი ამბობს, რომ აკადემიურ სივრცეში არ უნდა შედიოდეს პოლიტიკა და არ უნდა ვეხებოდეთ პოლიტიკურ ნაწილს, მაგრამ მაშინ, როდესაც სტუდენტების ნაწილში და თვითმმართველობის უმეტეს სტუდენტს აქვს პოლიტიკური ინტერესი და უნივერსიტეტსაც ამისთვის იყენებს, მგონია, რომ რექტორს თავად უნდა უჩნდებოდეს ამაზე პრეტენზია. მაშინ, როდესაც ზეუს უნივერსიტეტში ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის ძალიან ბევრი წევრი სწავლობს. და ეს არ იქნებოდა პრობლემა იმ შემთხვევაში, თუ ეს სტუდენტები უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებს საკუთარი მიზნებისთვის არ გამოიყენებდნენ. ამ ადამიანებს თვითმმართველობაში ყოფნა მხოლოდ იმიტომ მოსწონთ და მხოლოდ იმიტომ სჭირდებათ, რომ შემდეგ, როდესაც არალეგიტიმური ხელისუფლება ადგილობრივ ზოგად არჩევნებს ჩაატარებს, საპარლამენტო არჩევნებს გულისხმობ, ამ სტუდენტებს მოკიდებენ ხელს და როგორც უნდათ, ისე მიიყვანენ საარჩევნო უბნებზე და მიეცამინებენ ხმებს. ზოგადად ეს სტუდენტები იყვნენ ის სტუდენტები, რომლებიც ჩვენს მიმართ, ჩვენი იგნორის მიუხედავად, ანუ რამდენადაც არ უნდა დაგვეიგნორებინა ეს ადამიანები და რამდენადაც არ უნდა შევსულიყავით მათთან კომუნიკაციაში, ყველანაირად ცდილობდნენ, რომ რაღაც კონფლიქტი მაინც წამოეწყოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ Facebook-ზე სხვადასხვა ჯგუფებში, სეუს ჯგუფებში დაეწერათ, რამდენად ცუდები ვიყავით ჩვენ და რამდენად აგრესიულები ვიყავით. ჩვენ ვცდილობდით, რომ ყველანაირი პროვოკაცია აგვერიდებინა თავიდან, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც არ გამოგვდიოდა და იყო შემთხვევები, როდესაც ისეთ კონფლიქტში შევდიოდით, რომ უნივერსიტეტის დაცვის სამსახურიც კი ერეოდა ჩვენს გაშველებაში. ქონდა სიტუაციები, როდესაც ამ სტუდენტებმა ბანერები ჩამოგვიხსნეს და ბანერები მოგვპარეს. ძალიან ბევრი სიტუაცია იყო ისეთი, სადაც კონკრეტულად ეს სტუდენტები, რომლებიც ერთი კონკრეტული პარტიის წევრები არიან, ცდილობდნენ ჩვენს დაკნინებას, ან ჩვენთან კონფლიქტში შემოსვლას. და შესაბამისად ამ სტუდენტების დამსახურებაა ის, რომ უნივერსიტეტში არ არსებობს განსხვავებული აზრი და არ არსებობს ის ადამიანი, რომელიც პროტესტს გამოთქვამს. არ მესმის, როგორ შეიძლება უყურებდე შენი თანატოლის ფიზიკურ შეურაცხყოფას და ამასთან დაკავშირებით პროტესტი არ გიჩნდებოდეს. ჩვენზე როდესაც უშუალოდ სეუს დაცვის სამსახურმა იძალა და კარგად ვნახეთ, ჩვენი თვალით ვიხილეთ, როგორ გვივლიდნენ გვერდს, როგორ არ გვეკარებოდნენ სტუდენტები და არც ერთს არ უკითხავს, რა მოხდა, რა გვჭირდა, რა გვადარდებდა, ან რისი გადმოფენა გვინდოდა უნივერსიტეტიდან, არავის გასჩენია ამასთან დაკავშირებით კითხვა. ზოგადად სტუდენტი, რომელიც თავისუფალ ქვეყანაში არის დაბადებული, რომ ზუსტად იცის, რომ მას აქვს პროტესტის უფლება და ეს პროტესტი შეუძლია გამოხატოს ნებისმიერ ადგილას, სხვა სტუდენტის მიმართ არ უნდა უჩნდებოდეს აგრესია, მაშინ, როდესაც ხედავს იმას, რაც რეალურად მისი გასაკეთებელია, რაც რეალურად ახლა ყველამ უნდა გავაკეთოთ, ყველამ უნდა გამოხატოთ პროტესტი, არ აქვს მნიშვნელობა ეს რის მიმართ იქნება. სტუდენტს აუცილებლად უნდა ახსოვდეს, რომ მისი ერთი ხმაც კი ძალიან მნიშვნელოვანია. მისი პროტესტი ამ ქვეყნის შეიძლება ბედს წყვეტდეს და თუ კი შენ ახლა რაიმე სახის პროტესტი გიჩნდება, მაშინ როდესაც ხედავ, რომ მე ან ჩემს თანატოლებს ფიზიკურად უსწორდებიან, ეს პროტესტი აუცილებლად უნდა გამოხატო. აუცილებლად უნდა აჩვენო ყველას, რომ შენ არ გეშინია, რომ შენ არ გაჩერდები მიუხედავად იმისა, რას ფიქრობენ, ან როგორ მოქმედებენ ადამიანები შენს წინააღმდეგ. შენ უნდა შეძლო, რომ დაძლიო ის წინაღობები, რომლებსაც უნივერსიტეტი, სოციუმი, ან თუნდაც არალეგიტიმური ხელისუფლება გიქმნის. აუცილებელია, რომ სტუდენტებთან ვისაუბროთ და აუცილებელია, რომ მათი აზრი მოვისმინოთ. ჩვენ სეუსტუდენტური მოძრაობა კარგად ხედავდით უნივერსიტეტში 2 თვის განმავლობაში, რამდენი სტუდენტი გვიჭერდა რეალურად მხარს და რამდენი სტუდენტს სურდა ჩვენთან ერთად ყოფნა ან პროტესტის გამოხატვა. მაგრამ იყო რაღაც წინაღობები, რის გამოც ვერ ახერხებდნენ ეს ადამიანები ჩვენს გვერდით დგომას. მაგრამ გვამხნევებდნენ ეს გამხნევება ძალიან ბევრს ნიშნავდა იმ მომენტში. უბრალოდ უნდა ვეცადოთ, რომ გავძლიერდეთ, ერთმანეთი გავაძლიეროთ და შევცვალოთ ის ადგილი, რაც არ მოგწონს. იქნება ეს უნივერსიტეტი თუ იქნება ეს ქვეყანა. შევცვალოთ და დავაყენოთ სწორ კურსზე და სწორ ხაზზე. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველას აზრი მოვისმინოთ. ჩვენ მზად ვართ, რომ რჩევები გავითვალისწინოთ. ამ ადამიანებთან უნივერსიტეტში ჩვენ კიდევ ვაპირებთ აუცილებლად საუბარს და კიდევ ვაპირებთ იმის დანახებას, რამდენად ძლიერები შეგვიძლია, რომ სტუდენტებს ერთად დგომით ვიყოთ.